ალბათ ყველას მოგდომებიათ რომ შეცვალოთ სტანდარტული ზარები, SMS-ები და ასე შემდეგ. Ну, შეტყობინებები რაც შემოდის Facebook-ზე, Messenger-ზე, ну, თუნდაც Viber-ზე, ну, კონკრეტულად მე Viber-ის SMS-ები არ მაწუხებს სტანდარტული რაც აქვს. Ну, WhatsApp-ზე და ასე შემდეგ. სხვადასხვა სოციალური ქსელის აპლიკაციებზე თუ YouTube-ზე და ასე შემდეგ. ეხლა გაჩვენებთ როგორ შეიძლება შევცვალოთ Facebook-ზე ანუ სტანდარტული შეტყობინებები. Facebook-ს ვაწვევთ ხანგრძლივად. ნუ, გამომდინარე იქიდან რომ მე ვარ უსინათლო, ხმარობ ეკრანის წამკითხველს, ხმოვან პროგრამას, Talkbox და ამის მეშვეობით გასწავლით რა სად და როგორ უნდა შეიცვალოს ესა თუ ის შეტყობინებების ზარები. Приложение. Кнопка. აგერ პირველივე არის რო ამოხდება შეტყობინება აპლიკაციის შესახებ, ანუ ქართულად იქნება ესე, ნუ ინგლისური სამწუხაროდ არ ვიცი, რუსული და ნუ ქართული თვითონ ქართულად საუბრობ და ქართველი ვარ, ქართულად საუბრობ. შევდივართ აპრილაჟენი, ანუ აპლიკაციის შესახებ აქ. Информация о приложении. აქ არის Уведомление. Разрешено. აგერ შეწყობინებები ნებადართულია, ანუ ქართულად ესე იქნება, შევდივართ აქ. Уведомление о приложении. Выбрано. აქ ჩამოუყვებით კატეგორии приложений, ანუ რუსულად ესე იქნება. Уведомления не будут отображаться. Категория уведомлений. აგერ ის რა ქვია, შეტყობინებების კატეგორიები. ანუ შევდივართ აქ. Категория уведомлений. და აგერ ხედავთ უკვე Разрешение уведомлений. თქვენი ანგარიშები და აგერ Разрешение уведомлений. Переключатель. Отклик. Из. ნებართვები, შეტყობინებების ნებართვები, ანუ შემდეგ ჩამოუყვებით ამას. Переключатель. თქვენი ანგარიშიო, შემდეგი არის ამას არ ვეხებით. და აგერ კომენტარები შევდივართ აქ. Комментарии. Комментарии. Отображение всплывающих звук. შემდეგ აგერ ანუ звук ამას ვაწვევით, ანუ ხმა, ანუ შეტყობინებების ხმა. შევდივართ აქ ხსნით. მე აქ მიჩვენებს ესეთ რაღაცას, ანუ პროგრამები. ორნაირი პროგრამა, სამნაირი პროგრამა არის, უბრალოდ ერთ-ერთი არის თვითონ Samsung-ის S24 Plus ხმა რო ხმე. ანუ set sound sticker, ანუ ესე მეკითხავს, ანუ შევდივარ ამ Samsung-ის პროგრამაში და რაც კი ხმები გვაქვს ტელეფონში, გვიჩვენებს აქ. აგერ ესენი არის აქ. აგერ მონიშნული მაქვს, ეს რა ქვია, Facebook-ის კომენტარი, ანუ ახალი კომენტარი, Facebook-ის კომენტარიო, აგერ მოგასმენინებთ კიდევაც თუ ჩაიგდო, რა თქმა უნდა. Facebook comment. აგერ ესე. ანუ აქ ჩამოთვლილი არის, აგერ ეს, ნუ არჩეული, შემდეგ ანუ რო ავირჩევთ, ნუ გაჩვენეთ კიდევაც აგერ. მონიშნულია კიდევაც გაჩვენეთ. Facebook comment. აგერ ანუ როცა მოინიშნება, გამოვდივართ უკან, შემდეგ არაფერს ვაკეთებ. კიდევ ერთხელ უკან გამოვდივართ. აგერ კომენტარები всё უკვე დაყენებულია. მონიშნები, ანუ ვინმე რომ მოგნიშნავს პოსტზე, ან დაუშვათ კომენტარში პასუხს გაგცემთ, მაგის ხმა, ანუ როგორი ხმით შემოვა შეტყობინება რა. გავხსნით ამას. აქ Facebook-ის ხმა მიყენია, ანუ სტანდარტული მსგავსი ესე ვთქვათ. აგერ შევდივართ. ისე ანუ ამომიგდებს იგივე ეს pravadniki მაქვს ZG და ეს თვითონ Samsung-ის პროგრამა. Samsung-ის პროგრამაში ჩანს აბსოლუტურად ყველა შეტყობინების ზარები, რაც კი გვაქვს ტელეფონში. შევდივართ აქ ისევ. აგერ აი Facebook-ი, კაროჩ. აგერ ეს მაქვს დაყენებული.
და როგორც წერან კომენტარებზე გავაკეთეთ, იგივენაირად ისევ აი ხელმეორედ გავჩვენებთ. მონიშნულია, მაგრამ სხვას არ ნიშნავს სპეციალურად, თუ აღარამერიოს მე შეტყობინებები, ანუ შეტყობინების ზარები მოუნიშნავთ ისევ. აგერ ხმა ესეთი აქვს. всё, გამოვალთ უკან დაუბრუნდებით. ისე კიდევ ერთხელ უკან. სხვა თქვენთან დაკავშირებული შეხსენებები, კომენტარები, შემდეგ აგერ კომენტარები გავაკეთეთ. მონიშნებით გავაკეთეთ. შემდეგ შეხსენებები მოდის, ანუ შეგიძლიათ ყველგან შეცვალოთ სხვა და სხვა შეტყობინების ხმა დააყენოთ. სხვა თქვენთან დაკავშირებული აქტივობები, აქაც შეგიძლიათ სხვადასხვა აბსოლუტურად სხვადასხვა ისინი დააყენოთ ზარები. აგერ დამეგობრების თხოვნები, აქაც Facebook friend ბოდიში ცოტა გაციებული ვარ. და აგერ აქაც მონიშნული მაქვს. ანუ Facebook-ზე დამეგობრების თხოვნა რომ მოგივათ, ესეთი შეტყობინების ხმა იქნება. ან როცა მეგობარს გაუგზავნოთ და დამეგობრებას და დაგიმატებთ, იგივენაირი ხმა იქნება. აქაც ანუ აგერ მაინც კიდევ მოუნიშნა, სხვადასხვა ხმები მაქვს ჩამოტვირთული და მიჩვენებს ყველაფერს, რაც კი მაქვს ჩამოტვირთული ტელეფონში, ისევ იგივეს მოუნიშნა, რომ არ შეიცვალოს. დავტოვებ ამას. გამოდივართ უკან ერთხელ, კიდევ ერთხელ, ანუ ორჯერ. შესაძლოა იცნობდეთ, ამის შეყობინებები მაინც და მაინც არ მოდის ხოლმე, თვითონ Facebook-ში შევდივართ აპლიკაციაში გვიხსნით. დაბადების დღეებსაც აგერ გაჩვენებთ კიდევ. აქ რა მაქვს ჩართული? Happy birthday, სიმღერა მაქვს დამატებული. აგერ ისევ შევდივართ Samsung-ის პროგრამაში, Set Sound რო არის. ჩემი ინგლისურისთვის ბოდიშ გიხდით, შეიძლება რაღაც სისულელე ვთქვა. ინგლისური არ ვიცი, როგორც გითხარით და შეიძლება რაღაც შემიშალოს ხოლმე. აგერ happy birthday მაქვს მონიშნული, ისე აგერ დაბადების დღეებზე, ანუ მოვა ესეთი შეტყობინების ხმა. ანუ ბლოკის მოხსნის გარეშე მიხვდებით, თუ დაუშვათ ეს დაბადების დღის შეტყობინება, დაუშვათ მე მიყვარს მაგალითად ესეთი რაღაცები, რომ ან ტყუილა რო აღარ ამოვიღო ტელეფონი, დაუშვათ ქუჩაში რო ვიქნები, რომ დაბადების დღის შეტყობინება მოვიდა, კაი არა უშავს, დაუშვათ ან კომენტარი ან რაღაც. შემდეგ ვიდეოში თუ სურვილი გექნებათ, მაგიხსნით მესენჯერზეც როგორ შევცვალოთ სტანდარტული ზარი და SMS-ების ხმა. და ასევე პერსონალური მესიჯები რო გავააქტიუროთ, ანუ პერსონალური ხმები დაუშვათ ჩემი მეუღლის პერსონალურ მესიჯის ზარზე მაქვს სხვა რაღაც დაყენებული და სტანდარტული ზარი შეცვლილი მაქვს და იმაზე სხვა, ანუ საერთო SMS-ების ხმები რაც არის, იმაზეც სხვა მაქვს დაყენებული, ესე ვთქვათ. ასე რომ თუ ვინმეს დაგაინტერესდებათ, აგერ ისე უკან გამოდივართ. ვინმეს დაგაინტერესდებათ და გექნებათ სურვილი რომ შეცვალოთ ეს სტანდარტული SMS-ების ხმები და ზარის ხმები, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ვიდეოთი და შეცვალოთ თქვენი სურვილისამებრ. გამოდივართ აქედან უკან ისევ და აგერ ეს მიმოწერა, Facebook-ის მიმოწერა უკვე მესენჯერზე არის გადასული, მაგრამ მე მაინც არა მაქვს შეცვლილი, ესე რომ ვთქვა. და აი აქ ჩამოთვლილი არის ყველგან იგივენაირად ვაკეთებ. შევდივართ შესაბამისად და ხსნით შევდივართ
25 ის 50 იგივენაირად ვცვლით, როგორც გაჩვენეთ ვიდეოში, აბსოლუტურად ყველა პუნქტზე შეგიძლიათ ზარების შეცვლა. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მადლობელი ვიქნები თუ გამოიწევთ ჩემ TikTok და YouTube არხს, დამილაიქებთ ვიდეოს და გააზიარებთ. მადლობა წინასწარ ყველას. 10:04 ვიგეო სტატის 10 სტოპ კნოპკა